იცის ვინც ცხოვრობს გარემოებების რაც შეეხება გენდერულ ბალანსს და ქალთა რაოდენობას ჩვენის პარტიულ სიაში მოგახსენებთ რომ ჩვენი რაიონის მასშტაბით მოკლედ ჩვენი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქალთა რაოდენობა ჩვენ სიაში არის 6 არიან წამყვანი ასე ვთქვათ ათეულში ეს ქალბატონები თუმცა ვერ გეტყვით რომ გენდერული ბალანსი ზუსტად დაცულია რა თქმა უნდა 50-50-ზე არ არის ეს ბალანსი მაგრამ ამას აქვს ამისი გამოუწვევი ასე ვთქვათ მიზეზები მაქსიმალურად იყო მობილიზება იმისთვის რომ ქალები ჩართულიყო ამ პროცესში თუმცა ბევრმა ქალბატონმა გარკვეული მიზეზების გამო უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე მე ვარ მაგალითი იმისი რომ ძალიან ასე ვთქვათ რთულად ღებულობენ ქალები ამ გადაწყვეტილებაში ვიღოთ რომ გენდერული ბალანსი დავიცვათ სიაში საკმაოდ არის წარმოუდგენელი თვითონ პირველ ათეულშიც ბოლომდე არ არის დაცული ვეთანხმები თუნდაც გამოსვლას მაგრამ კანონმდებლობას იცვლება თვითმმართველობის კანონის შემდეგ კოალიცია ქართული ოცნების ხარდამჭერით გენდერული ბალანსი რომ დაიცვას იმ პარტიებს რომელსაც დაფინანსება აქვს დამატებით საბაზისო დაფინანსების ზევით მიეცემათ 30% რომ ყოველ ათეულში მინიმუმ 30%-ით მაინც იყოს სპასკესის წარმომადგენელი შესული უკვე პარტიულ სიებში აქედან უკვე იფიქრა კოალიცია ქართულმა ოცნებამ ამის შესახებ და უკვე მომავალ არჩევნებში უფრო აქტიურად იქნება ჩართული კანდიდატები. ყველა წამყვან ხუთეულში არიან ქალბატონები, მათ შორის მაჟორიტარის კანდიდატებში 5 მაჟორიტარი ერთი არის ქალბატონი, რომელიც ცენში იყოს ქალბატონი ლაკებურია, არ განპირობებულა ამათ სიმცირე იმით რომ დაუშვათ რაღაც შეზღუდვები იყო, არის გარკვეული მიზეზები, რომელიც უშუალოდ მათი აქტიურობიდან გამომდინარე არის. ამ შემთხვევაში თვითონ არ გამოთქვა ბევრმა სურვილი. ჩვენთან ამ კუთხით გენდერული ბალანსი ნამდვილად დაცულია, თუმცა ჩვენ სიების შედგენითაც დროს არც ვიფიქრია რაღაცინასა ვიღაცების ჩასმაზე. ჩვენ შევარჩიეთ ხოლმე ისეთი კანდიდატები, ვინც ნამდვილად მებრძოლები არიან, ჩვენთან თუნდაც ქალბატონი ციცინო შენგელია, ჩვენი სიის მეორე ნომერი, რომელიც ჩვენ წარმოვიდგენია შემდეგში საკრებულოს თავმჯდომარედ, ასევე ათეულში ყავს 3 ქალბატონი, რაიონის მასშტაბით მაჟორიტარებში ყავს ქალბატონი, ქალბატონი ციცინოც მაჟორიტარია ჩვენ და ამ კუთხით ჩვენთან ყველაფერი რიგზეა. შეზღუდული შესაძლებელი ქალის რამდენად შესაძლებლობა და რამდენად არიან წარმოქმნილი თქვენს პარტიებში წამყვან პოზიციებზე, რამდენად არის გარემო ადაპტირებული. ამჟამად ნამდვილად რეალობაა რომ არ არიან სიებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობა არ აქვთ. მათაც კი უარი განაცხადეს ბევრმა მათგანმა დათანხმებოდნენ მიეღოთ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. კოალიციის სახელით ამ შემთხვევაში პასუხს ვერ მოგცემთ და კონკრეტულ ფაქტებს ვერ გეტყვით. ქონდა თუ არა ვინმეს შეთავაზება და რა პასუხი მიიღეს მისგან. ჩართულობა ნამდვილად პასიურია და მინიმალურია ახლა ამ ეტაპზე ჩვენი სამოქმედო მკერდმამ შემიძლია გითხრათ უნდა ვიხმძღვანელოთ იმ პროგრამით რომელიც არის გაწერილი და დამტკიცებულია მთავრობის მიერ 2014-2016 დროში და სივრცეში არის გაწერილი უყვებით რომ ბოლომდე აქტიურად იქნება ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პოლიტიკაში და სამოქალაქო ცხოვრებაშიც. მე ვიტყოდი და თქვით კრიტიკა ალბათ არ შენიშნის ხელშემს საარჩევნო კამპანიაში რომ ალბათ არ იყო ის მონდომება და ის კონტროლის შესაბამისად რომ ეს ყოფილიყო იმ სტანდარტებში რომელზეც უნდა ყოფილიყო. ნუ ამაში არ არის ახლა მარტო საკრებულო დამნაშავეა ორივე რგული და მათ შორის ისინიც ვინც ამას იბარებდნენ და ექსპლუატაციაში შეყავდა. ნუ მეორე თემატიკა არის თვით შეგნება საზოგადოების და იმ ხალხის რომლებსაც ეს ვალდებულება საკუთარ ობიექტებზე გააკეთონ. პირველ რიგში მართლაც უნდა მოვახდინოთ მთლიანი ამ საგზაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ადაპტირება რომ მოხდეს შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ღია იყოს ყველა კარი და მოხდეს პირველ რიგში მართლაც პირველადი შეხვდება. სახელმწიფო ვალდებულია და ქალაქის თვითმმართველობაც ვალდებული უნდა იყოს რომ გააზრდეს ყველანაირი ხარჯი იმისთვის რომ მოხდეს ამ ადამიანების სრული ჩართვა თვითმმართველობაში. მაინტერესებს თითოეული თქვენგან ის სტატისტიკა თუ რამდენი დევნილი ყავთ თქვენ საარჩევნო სიებში და ზოგადად თქვენთან. და მეორე კითხვა არის მხოლოდ ძალიან პატარა მესიჯი პირველ რიგში რასაც გააკეთებდით თქვენ დევნილებისთვის. ეს 15 წლიანი გამოცდილება არასამთავრობო სექტორში მუშაობის ძირითადად უკავშირდება სწორედ ძულებით გადაადგილებულ პირებს.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საყურადღებოა მათი პრობლემები. ჩემთვის ასე ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე ვიცი ყველა პრობლემის შესახებ. ვიცი ეს პრობლემები რა ტკივად და რა უხარია. ამიტომ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ, რასაც საშუალებას მოგვცემ ჩვენი ბიუჯეტი. იმიტომ განყენებულად არ ვიძახი რა, არ ვერ დავყოფნე, ჩემი თანახალხელები არიან. 23 წელია ხო დამეთანხმები. იმიტომ აქტიურად უნდა როგორც დავეხმარებით, ყველას უნდა დავეხმაროთ ერთნაირად და ღირსეულად უნდა იცხოვროს უკანო მიზუგდში ცხოვრება. ზემნელთა სიტუაციებს, ზემნელთა ყოფადობას ადგილზეც და ყველგან უნდა ხელმძღვანელობდეს კვლავ დევნილი, იმდენად რამდენადაც მარტო ხელმძღვანელობაზე და მენეჯმენტზე არ არის ლაპარაკი, მე პრეტენზია არავისთან არ მაქვს ადამიანურ რესურსთან დაკავშირებით და პიროვნებასთან პასუხისმგებლობის მომენტი და ვალდებულება მას მეტი აქვს და თქვენი მიწნობადობას მასთან მეტი იქნება. რამდენი ათასი დევნილი ცხოვრობს ჩვენთან და რაღაც გარკვეული პრობლემებით მოდიან, თუნდაც მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მაგრამ მუნიციპალიტეტის გამგეობა უშავს აფხაზეთის თავრობის წარმომადგენლობაში, სადაც ეკეუნებიან, რომ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ და ასე ჯაჭვურ რეაქციაში არის, წრეზე დადიან მხოლოდ და მხოლოდ, მეტი არაფერი არ გეტება. ამის გაკეთება გამარჯვების შემთხვევაში ძალიან ადვილად შეიძლება, რომ დაფინანსდეს თითოეული ჩასახლება, თუნდაც იმ ელექტროენერგიის თანხები გადაუხადოს ჩვენმა მუნიციპალიტეტმა. ყოველთვის არის საუბარი იმაზე, რომ ზუგდიდს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სამშვიდობო მოგვარების პროცესში. ძალიან მაინტერესებს თითოეული თქვენთაგანის ხედვა. როგორ ფიქრობთ თქვენ, როგორც მერი, როცა თქვენ გახდებით მერი ქალაქის, რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება მოხდეს? პოლიტიკისათვის 10 და 12 წელიწადი არაფერს არ ნიშნავს და არც 50 წელიწადი ჩვენთვის არის ეს ტკივნეული, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვახსოვს ძალიან კარგად აფხაზეთის სახალხო დიპლომატია მგონია, ყველაზე უფრო ეფექტური იქნება ამ შემთხვევაში. იმდენად რამდენადაც ჩვენ გვაკავშირებს ამ ორ რეგიონს სამეგრელოსა და აფხაზეთს განსაკუთრებული ურთიერთობრივი დამოკიდებულება. ნათესაური დამოკიდებულება. არის რუსეთის ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს, ამიტომ მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ამ სახალხო ურთიერთობების აღდგენა. იმიტომ რომ ოდითგანვე ოდიში და სამურზაყანო მაინც ერთმანეთის მონათესავე და ძალიან ახლო ურთიერთობაში ვიყავით ერთმანეთთან და შეიძლება ამ კონტაქტების გამოყენება არის ნამდვილად არის რეალური, თუმცა ამას უნდა ხანგრძლივი და შემატებადი მუშაობა. ფაქტიურად ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ სუბიექტურ პოზიციებს, ადამიანურ პოზიციებს, იმიტომ რომ მერის და მერის პირდაპირ კომპეტენციებში ეს საკითხი არ შედის, ეს არის დიდი პოლიტიკის საკითხი, მაგრამ აბსოლუტური ხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობისგან ექნება ყველა იმ პროექტს, ყველა იმ მცდელობას, რომელიც წაიყვანს საზოგადოებას ნდობის აღდგენისკენ.